ვინმე გადაიხადოს რემონტის თანხა თუ ბინა ნაქირავები გაქვთ. გამარჯობა. მე ვახტანგ მაჭავარიანი ვარ, ადვოკატი. თითქოს პასუხი ადვილია. რემონტი იმან უნდა ჩაატაროს, ვისი საკუთრებაცაა უძრავი ქონება, მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უძრავი ქონება შეიძლება წყლობით გაქირავდეს და ბინა სასტუმრო არ არის, რომ დგმური სრულ კომფორტში ცხოვრობდეს და ყველა ხარჯს გამქირავებელი იხდიდეს. მართალია, მხარეებს თავიდანვე შეუძლიათ მორიგდნენ და ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრონ თუ ვინ იხდის რემონტის თანხას, მაგრამ თუ ამ პირობას არ შეიტანთ ხელშეკრულებაში, მაშინ მიმდინარე რემონტის ჩატარება დამქირავებელს ევალება, ხოლო კაპიტალურის კი გამქირავებელს. მიმდინარე რემონტს მიეკუთვნება სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია ქონების ყოველდღიურ გამოყენებასთან და მიმართულია ბინის დაცვისაკენ, რათა არ მოხდეს მისი უდროოდ გაფუჭება, აცილებული იყოს დაზიანებები და გაუმართავობა. მიმდინარე რემონტად შეიძლება ჩაითვალოს ჭერის შეთეთრება, ან დაზიანებული საკეტის შეკეთება, ხოლო კაპიტალური რემონტი გამიზნულია მნიშვნელოვანი ნგრევის აცილებისაკენ. ამ დროს ხდება შენობის ძირითადი ნაწილების ისეთი აღდგენა, ის გარეშეც უძრავი ქონება არ შეიძლება გამოყენებული იქნას დანიშნულებისამებრ. ანუ დამქირავებლის ვალდებულებაა, რომ ნაქირავების შენობა წყობში დარჩეს, ჩაატაროს მიმდინარე რემონტი, მიხედოს სანტექნიკას და ელექტროობის მსუბუქ დაზიანებებს, ხოლო თუ სარემონტო სამუშაოები შენობის კონსტრუქციული ნაწილში ჩარევას ითხოვს, ეს გამქირავებლის მოვალეობაა. დგმურს უფლება არ აქვს გადააკეთოს ან რეკონსტრუქცია გაუკეთოს საცხოვრებელ სადგომს. ავიღოთ უბრალო მაგალითი. ვის ექნება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ მეზობელთან წყალს ჩაუშვებ და ქონებას დაუზიანებ? პასუხი მარტივია. თუ შეატყვეთ, რომ უნიტაზის ავზიდან წყალი წვეთავს და არ შეაკეთებთ, ზიანის ანაზღაურება დამქირავებელს მოუწევს. და თუ წყლის გაჟონვა კედელში ჩაშენებული მილის დაზიანებამ გამოიწვია, ეს კაპიტალურ რემონტს საჭიროებს და მესაკუთრის გასასტუმრებელი ხდება ზიანის თანხა. ასე რომ, თუ არ აპირებთ მიმდინარე რემონტის გაკეთებას და გაფუჭებულ უნიტაზზე ნერვიულობას, თავიდანვე შეუთანხმდით ბინის მეპატრონეს, რომ ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების ჩატარება მესაკუთრის ვალდებულებაა და აუცილებლად შეიტანეთ ეს შეთანხმება ხელშეკრულებაში.